რუსთავში სუპერმარკეტის კონსულტანტი დაჭრეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი არასრულწლოვანი გამოძიების ცნობით 16 წლის ბიჭმა, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უნივერსიტეტებში ადამიანებს სუბიექტური ინტერესები აქვთ. ვიღაცა არის რექტორი და უნდა რომ დარჩეს რექტორად, ვიღაცა არის დეკანი და უნდა რომ დარჩეს დეკანად, აცხადებს კობახიძე. მისი თქმით, ერთადერთი ობიექტური ინტერესი ოცნებას აქვს, რომელიც თავისი განათლების რეფორმითა და უნივერსიტეტების გაერთიანებით განათლების ხარისხს აუმჯობესებს. საქართველოს განვითარების ფონდი და აწარმოე საქართველოში გაერთიანდება და სახელმწიფო ბანკი გახდება. კობახიძის განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი მალე დაიწყება. საქართველოს განვითარების ფონდს, რომელსაც 15,000 ლარიანი ხელფასით დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს, ოცნება აუქმებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინასა და რუსეთს ომის ზაფხულის დასაწყისამდე დასრულება შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. აბუ-დაბის სამხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთმა კიდევ ერთხელ მოსთხოვა უკრაინას დონეცკის დატოვება. რუსეთს სურს, რომ დონეცკის ოლქი დავტოვოთ. ჩვენ ვთქვით, ვდგავართ იქ, სადაც ვდგავართ და ეს ყველაზე სანდო პოზიციაა, თქვა ზელენსკიმ. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სავარაუდოდ მაიამიში მომავალ კვირას გაიმართება.